Ну, кай, принципში შეიძლება მე ყველაფერი გავიგე და პრინციპში, კაი, მე უარს არ ვარ, რომ ამ ჩელენჯში მივიღო, ასე ვთქვათ, მონაწილეობა. ორსავე ძალიან კაია. და კაი, მოდი კიდე ერთხელ მოგიყვებით წესებს თუ შენ დაგავიწყდა. მოკლედ, შენ ეს ბოლო ეს 3 დღე ზუსტად დილის 10 საათამდე გამოდის შენ უნდა იყო მხოლოდ შენ სახლში. არ უნდა გამოხვიდე აი ამ წითელი ხაზის იქით, რომელიც მე აქ დავდივი. ამ წითელი ხაზის იქით თუ გამოხვა, ავტომატურად წააგებ ამ ჩელენჯს და როგორც შევკავთქვით, ჩელენჯი ვინც წააგო, ის მისცემს მეორეს ერთ სტაკის უბრუცს. და ასევე სამაგოთ შეგახსოვს, აი აქ არის სპეციალური 5 მოგებსა სადაც არის ზუსტად 4 დავალიანება. ეგ დავალიანებები შეიძლება, მაგ დავალიანებებმა შეიძლება შენ როგორც გაგერთულო ცხოვრება შენ სახლში, ასევე გაგემარტივონ. მოკლედ, ამას შენ უკვე ყველაფერს გაიგებ 3 დღის შემდეგ. Так, окей, ну, შეიძლება პრინციპში მე უკვე ყველაფერი მაწყობს და გამოის უკვე დაიწყო, ხო? კი, საბა, შენ წადი შესაქმეებზე და მეც მეკითხავ შენი საქმეები. და თუ რო ისიც მოგიდება ამ დავალიანებების აღება, აუცილებლად მე დამიძახე. Так, კაი, ფერმაში წინკო პრინციპში ადვილი წესებია. მეგობრებო, მოგესალმებით თქვენთაბარ საბათა არხი გაბედეთ 803. და დღეს მეგობრებო, მოგეთ ხომ. თქვენ ყველაფერი კარგად გაიგეთ. მოგეთ დღეს მე და ფერმერმა შიწელნიკმა, ასე ვთქვათ, ერთმანეთს დავინისავეთ იმ ერთ სტაკის უმრუცე, რომ მე უნდა ვიყო ზუსტად 1-3 დღე ჩემს სახლში, ну, როგორც ჩემს სახლში, ასევე აი ამ წითელი ხაზის იქით არ უნდა გავწდე. მოგეთ 3 დღე და ვინც მოიგებს ის მიიღებს ერთ სტაკის უმრუცს. ასე გავალია მეგობრებო, მე ჩემს თავში მაქსიმალურად ვარ დარწმუნებული, ვინაიდან ახლა ვიგაჩვენებთ რა. კომპიუტერი მაქვს, ტელეფონი მაქვს. თან შეხედეთ მეგობრებო, რა საჭმელები მოვიმზადე. Так, ვაშლი არა, ეს არა, აი აქ მეგობრებო, აი უბრალოდ შეხედეთ. რა გემრიელი ტორტია თან, აი დილის 10 საათია. მე მეგობრებო გავიღვიძე დილის 8 საათზე და საერთოდ არაფერი არ ვჭამე. და ისე ამ ფერმაში წინკო ასეთი ჩელენჯი გამიმზადა. Так, კაი მეგობრებო, მოითახლა მე კამერას გავთიშავ და ამ გემრიელ ტორტს შევჭამ. მეგობრებო, ვერ წარმოიდგენთ როგორ დავნაყრდი. всё, მეგობრებო, მეტი არ შემიძლია. ტორტის 4 ნაჭერი შევჭამე, უბრალოდ არ ვიცი მეგობრებო, როგორ დამეტია ეს 4 ნაჭერი, მაგრამ შევჭამე ბოლომდე. მეგობრებო, თქვენ ვერ წარმოიდგენთ როგორ მე დავნაყრდი. Так, окей. ძალიან კაია. დღე მეგობრებო უკვე ძალიან კარგად დაიწყო. окей, ამ ტორტს მეგობრებო დავტოვებ ხვანდელი დღისათვის. მეგობრებო, როგორ დავნაყრდი ვერც კი წარმოიდგენთ, მაგრამ არც კი ვიცი ახლა რა გავაკეთო. მოიცადეთ მზე სად არის ახლა, მზე სად არის? პრინციპში მეგობრებო უკვე შუა დღეა და მოგეთ ერთი იდეა უკვე მაქვს მეგობრებო, რაც კი შეგვიძლია ჩვენ გავაკეთოთ. გახსოვთ ის დავალიანებები რომ ითხრა შეწენკო რაღაც დავალიანებები რომ გამიმზადა. მოკლედ ახლა პრინციპში მე მაქვს ისეთი ინიციატივა რომ პირველი დავალიანება შევასრულო ახლა. Так, მოგიტომ სადაა ჩემი ტელეფონი, აი აქ არის და მოითახლავე მე დაურეკავ ფერმერში წინკს, რომ მოვიდეს ჩემს სახლთან და ამუწიო პირველი დავალიანება. თქვენს მგონი ძალიან გაინტერესებთ. კაი მეგობრებო, ახლა კამერას გავთიშავ და დაურეკავ ფერმერში წინკ. Так, სტოკაი საბადო თუ შენ უკვე მზად ხარ რომ ამოწიო პირველი დავალიანება, 5 არის შეთის გახსნილი, ამოწია რომელიც გინდა. Так, окей, ფერმერში წინკ, так, და ოპა მეგობრებო შეხედეთ, 4 დავალიანება. ну იმედია რომ მე გამიმართლებს. Так, რომელი ავიღოთ მეგობრებო? აი, ახლა ვფიქრობ, მოით აი ეს. ეგრევე ავიღე. Так, აი ეს. შეგიძლია გამოხვიდე 10 წამით და ფერმაში წინკო და რას ნიშნავს ესა? როგორ არ მინდოდა რომ ეს დავალიანება შედამოსული იყო საბა. ну 10 წამით შეგიძლია შენი სახლიდან გამოხვიდე და ну რაც გინდა ის გააკეთო. რა? მართლა? 10 წამით? Так, стоп. Так, მოით მეგობრებო, ახლა ჩავდოთ ეს დავალიანება სადმე აქ. Так, ჩავდოთ აქა და. Так, окей, ფერმაში წინკო მე მზად ვარ.
Так, 3, 2, 1. წავიდა დრო. Так, დროზე მეგობრებო, ერთი იდეა მაქვს, დროზე საჭმელი მეგობრებო. ბევრს ვერაფერს ვერ გავაკეთებ მოსაკველი ამ დროს განმავლობაში. ბევრს ვერაფერს ვერ გავაკეთებ. Так, სტოპ. всё, მგონი უკვე დრო თავდება, მაგიტომ დროზე ეხლა მივიდეთ ამ წითელ ხაზამდე და ფერონშიძენკო მოვედი უკვე. სამასახო 2 წამი კიდე რჩებოდა. ნუ, ოკეი, აბა რა გავაკეთე ამ 10 წამის განმავლობაში, ჰე. Ну, в принципе, ფერონშიძენკო ბევრი ვერაფერი ვერ გავაკეთე, სულ 33 სტაფილო ავიღე. ნუ, არა უშასაბა, ნუ პრინციპში ისეც დრო ბევრი არ იყო, მაგიტომ უფრო გეხალისოს ის რაც კი მოასწარი. Ну, ეს მართალია ფერონშიძენკო. ოკეი, მადლობა დიდი ასეთი დავალიანებისათვის. Так, ну, в принципе, 33 სტაფილო მაქვს და უკვე რამდენი სტაფილო მაქვს უკვე გამოის? 1 სტაკი და 18. აი, საჭმელებზე მეგობრებო, პრობლემა უკვე საერთოდ აღარ მაქვს. ეს უკვე 100%-იანი так, ტორტიკიცა. Кстати, в принципе, მეგობრებო, ახლა ვჭამო ტორტი და მე კიდე რომ ვივახშმო, ასე კაია. კაი, მოიც მეგობრებო, ახლა დაველოდები საღამოს. მანამდე არ ვიცი რა გავაკეთო. ნუ, არ ვიცი, კომპიუტერთან წავალ ხომ, კომპიუტერთან დავკეთოთ ეს. ამ და სუფთა ჰაერის შემოვიდეს. Так, და დავშლები ცოტა ხანი კომპიუტერზე და რაღაცებს გავაკეთებ. კაი, მეგობრებო, თქვენ მანამდე დაგემშვიდობებით. მიდი, მარჯვნივ. არა, მარცხნივ. არა, ჟანდაბა. გემი ჩაიძირა. კაი, так, რომელი საათია საერთოდ? ოგო, ღამის 12 საათია. მეგობრებო, მოგეთ თქვენთვის კი გავიდა სადღაც სულ 1 წამი, მაგრამ ჩემთვის უკვე 3 საათი გავიდა. წარმოიდგინეთ, აქ უბრალოდ ძალიან საინტერესო თამაშს თამაშობდი, მაგრამ მეგობრებო, ვერ წარმოიდგინეთ, რაღაც სიცივეა ჩემს სახში. უი, დავკეტო, ისეთი სიცივე ატყდა ჩემს სახში. რამე უნდა მოვიფიქრო, ფეჩი ავომუშავო მაინცა, მაგრამ როგორ ავომუშავო? ხეც კი აღარ მაქვს მეგობრებო, ჟანდაბა. ნუ, კაი, პრინციპში ეს არა უშავს. თუ რამეა, ეხლა ჩავწვევი. მოგეთ მეგობრებო, აი ასე გავიდა პირველი დღე და პრინციპში პირველი დღე მეგობრებო უკვე შევძელი გაძლო, მაგიტომ მოით ახლა მეგობრებო დაგემშვიდობებით და გესურვებთ შემდეგ კეთილ დღეს. მოგეთ მეგობრებო, მოგესალმებით. დავუნდი. ძალიან ტკბილად მეძინა, ვერ წარმოედგენთ. Стоп, და რომელი საათია საერთოდ? კარგად მეძინა. ოგო, დილისათი საათია მეგობრებო. ზუსტად ამ დროს ჩვენ დავიწყეთ ჩელენჯი გამოდის. ეს მეორე დღე წავიდა. ეს მეორე დღე უნდა დამთავრდეს და ხვალ უკვე იქნება ბოლო დღე. და ზეკ უკვე შემიძლია გამოვიდე ჩემი სახლიდან. ნუ არ ვიცი მეგობრებო რა გავაკეთო. პრინციპში ჯერ ასე ახლა წავალ და ჩემს ტორტს უკვე შევჭამ ბოლომდე. მაგიტომ მოით ახლა მეგობრებო, იგივე სუნი, იგივე გემო. კაი, მოგეთ მეგობრებო, მოდით აბა ერთიც გავთიშავ კამერას. მეგობრებო, ვერ წარმოიდგენთ რა გემრიელი ტორტი იყო. ტყუილა კი არ გამოვაცხე ასეთი გემრიელი, მეგობრებო, ალუბლის ტორტი, ჩემი საყვარელი. Так, ოკეი. ტორტი ვჭამე, დავნაყრდი ისევე. Так, ну და რა გავაკეთოთ? მოით კიდე ერთი დავალიანება მაინც ავიღოთ, რომ არ მოვიწყდეთ. ფერონშიძენკო, დილამშვიდობისა. სამადელშიდობისა. ძალიან ტკბილად მეძინა. ნუ რა იყო, შენ ახლა კიდე ერთი დავალიანება იყო? კი, ფერონშიძენკო, მე არ ვარ უარზე. Так, ну მოით პრინციპში რომელი ავიღოთ და მოდით ესა. უფს, შენ კარგავს სახლის ნახევარს. და ფერონშიძენკო რას ნიშნავს ესა? საბა, რა კარგია რომ ეს დავალიანება მაინც შეხვდა. ერთს ნახავი გაგასტობ დავალიანებას. Так, და ფერონშიძენკო, და რაც მჭირდება ის ხე? ნუ, მოკლედ საბა, შენ ახლა უნდა აირჩიო რომელ მხარეს, ანუ შენ უნდა დაყო შენი სახლი და უნდა აირჩიო რომელ მხარეს იცხოვრებ. ნუ, მოდიში, ანუ გავაის შენ გერთმევა ერთი ნაწილი შენი სახლის. რა, ფერონშიძენკო? და ასე საერთოდ არ შეიძლება, რატო დაამატე ეს საერთოდ? ნუ, საბა, მამათი, ასეთი წესებია. შენ აირჩიე და ჩემი რა ბრალია.
შენ ფერმოჟიტენიკო უხშენა ჩითერო ჯანდამა მეგობრებო რომელი ავირჩიო ახლა პრინციპში მეგობრებო რადგან ჩითერობს ის ფერმოჟიტენიკი მეც ცოტას ვიჩიტე რა ეს ჩითერობაც კი არ არის მეგობრებო მე უბრალოდ გადმოვიტან ჩემს საწოლს აქა აბა წესებით მეგობრებო არ მითხრა ამ ფერმოჟიტენიკმა რომ არ შეიძლება მაგიტომ მოით ახლა აი ამ მხარეს გადავკეტო პრინციპში აი ასე ოპ და გამოისაკ უკვე აღარ შემიძლია მაგრამ კომპიუტერთან დაკავშირება მაინც მაქვს შეხედეთ მეგობრებო აი ასე მაგრამ პრინციპში ფერმოჟიტენიკო რო არაფერი არ მითხრას კომპიუტერს მაინც აი აქ გადმოვწევ აი ასე მართლა მაქვს так ну კაი პრინციპში ძალიან ცუდი ასე ყველია რომ მე ვკარგავ ჩემს ზონას ნუ არა უშავს თავი აქ საწოლიცა მაცივარი შემიძლია გარეთ გავიდე მოგეთ ყველაფერია და კაი მოით მეგობრებო ახლა რამის ვიფიქრებ რაც უნდა გავაკეთო და ცოტა ხანში დაგიბრუნდებით რა საინტერესო ფილმი ყოფილა ტაქს ну окей ტაქს ეს ფილმი დამთავრდა მაშინ მეორე უნდა ვეძებო ტაქს სად არის აჰა ეს ჩემი ძალიან კაი საინტერესო ფილმია ძალიან გემრიელი სტეიკებია. მეგობრებო, მოგესალმებით, მოგრედ უკვე როგორც მივხვდი უკვე საღამოა, დაგსტოფებდა ფილმს, ხვალ უკვე დავამთავრებ ფილმის ყურებას. დღეს უკვე მგონი უკვე ძილის დროა. ტაქს, ну, პრინციპში მეგობრებო, მე ერთოს ძალიან წყურია, მაგიტომ მოიც წყალი დავლიოთ. ოპა, ძალიან სკაია. так, окей, მოით ახლა ეს ყველაფერი შევდოთ. კიდე მაცივარში მე აქ მოგეთ მქონდა ძალიან ბევრი პეშენია და ისა, მაგრამ ყველაფერი შევჭამე და სტეიკების დავიტოვე. ტაქს, ну, კაი პრინციპში აი აქ საწოლი პირდაპირ მაცივართან ვიძინებ. კაი მეგობრებო, მოით აბა რამოდენიმე წუთით გავთიშავ კამერას და შემდეგ ეს ჩავრთა. რა კეთილი დილა. მეგობრებო, დილა მშვიდობისა. ძალიან კეთილი დილა ეხა დამებადა ასე ვთქვათ. რომელია დრო. ტაქს. მეგობრებო, დილის 9:30 გამოდის უკვე ზუსტად საათ ნახევარში. მეგობრებო, ფერმოჟიტენიკიც კი გამოვიდა ზუსტად საათ ნახევარში ჩვენი ჩელენჯი დამთავრდება და ზუსტად საათ ნახევარში მე უკვე მივიღებ ერთ და კისუმრუც. საბა ძალიან ცუდია, მაგრამ შესაძლებელია კი. ნუ იმედია შენ ახლა გამოხვედი დავალიანებების აღებისთვის. კი, ფერმოჟიტენიკო ბოლოს ავიღებ უკვე ბოლოჯერ ამ დავალიანებას. так, მეგობრებო, რომელი ავიღოთ? ორი დავალიანება დარჩა და შესაძლებელია ერთი კარგი იყოს და ერთი ცუდი. თავარია რომ მეგობრებო, ну, პრინციპში ჩემთვის უკვე ძალიან აი ყველაფერს მეგობრებო შევასწავლებ, რაც კი არ უნდა იყოს. ხო, არ ვიცი. სახლი წამართვით, მაგრამ საათ ნახევარი გარეთ ვიქნები, так. მოდით აქ, ну, მოდით მაგალითად ეს ავიღოთ და უპს, შენ წააგე ჩელენჯი. ფერმოჟიტენიკო და ეს რას ნიშნავს? რა, საბა, შენ მართლა ესა იღე? არ მჯეროდა რომ შენ არ მასარეხობდი. რა ვიღებო ყოფილიყარ საბა. ეს იცი რა სიცა საბა, რომ შენ წააგე ჩელენჯი. რა, ფერმოჟიტენიკო, რატო დაამატე ეს დავალიანება, ეს ჩითერობა? ნუ საბა მამადი, მაგრამ ასეთი წესებია, მოიტანე ახლა ერთის და კისურვი. და შენ იცი ვინ ახარ ფერმოჟიტენიკო, როგორ შეიძლება ასეთი მოტყუარობა? ჩითერი ესა ჯანდაბური. ნუ მეგობრებო, ნუ როგორ შეიძლება? მეგობრებო, წამოიგეთ ახლა ამ ჩითერმა მომატყუა მე. არა, მოგეთ შეხედეთ მეგობრებო, კი, აი, კაი, მე გამოვდივარ ხაზის იქით და უკვე წავაგე ეს ჩელენჯი, მაგრამ შენ ფერმოჟიტენიკო შეხედეთ ნამდვილი ჩითერი. ასეთი მოქცევა როგორ შეიძლებოდა? ნუ არ ვიცი საბა, ნუ ეს შენ ამოწია, ჩემი რა ბრალია. რა მე ამოწია, საერთოდ არ შეიძლებოდა. კაი, დავწყნარდით. მეგობრებო, მოგეთ შეხედეთ მე ახლა მივეცი, გამოის ორი საქიის უმრუდი აქ უკვე ამ ჟიტენიკს. დაწერეთ მეგობრებო კომენტარებში, თქვენი აზრი დაწერეთ მეგობრებო კომენტარებში. სწორად მოიქცა ამ ჟიტენიკმა თუ არა, ანუ იჩითერა თუ არა, დაწერეთ კომენტარებში, ანუ მე ვარ არასწორი რომ ასე ვუყური ამ ფერმოჟიტენიკს თუ ეს არის არასწორი რომ ეს დავალიანება დაწერა საერთოდ ამ ჩელენჯში. მეგობრებო, გთხოვთ დაუწერეთ საბას, რომ ყველაფერი ნორმალურად აიტო, რომ ნუ პრინციპში თვითონ რა მოიღო ეს ფურცელი, ჩემი რა ბრალია ასე ვთქვათ. აი ამას დაწერენ ახლა ფერმოჟიტენიკო, აი
კომენტარებში მეგობრები, მეგობრებო, გთხოვთ დაწერეთ, რომ მე ვარ მართალი. კაი, მეგობრებო, თქვენ კი მანამდე ახლა დაგაშოვებით. მადლობა დიდი, ვინც უყურა ამ ჩელენჯს ბოლომდე, ამ ვიდეოს ბოლომდე. თუ მოგეწონათ ეს ვიდეო და ლაიქეთ. ახლა კი მეგობრებო, დაგეშოვებით. ნახვამდის.